მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მინდა გითხრათ ასეთი რაღაც. დღეს რამოდენიმე წუთის წინ ვათვალიერებდი Facebook-ს, სკროლავდი, ასე რომ ვთქვათ, წავაწყდი ერთ-ერთ პოსტს, სადაც ერთ-ერთი გოგონა 13 წლის ხაზს უსმევ ასაკს, 13 წლის გოგონა წერდა, რომ მას სურს ყავდეს შეყვარებული. დიახ, არ მოგესმათ, მას სურდა რომ ყავდეს შეყვარებული. მე დავიწყებ ასე. პირველ რიგში უნდა მიაქციოთ მშობლებმა არასრულწლოვან ბავშვ-შვილებს ყურადღება. იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ კომენტარი მოგეხსენებათ დღეს საქართველოში ისეთი ადამიანები არიან რომ შეიძლება ასეთ პოსტს გამოეხმაუროს ადამიანი რომ შემდეგი სიტყვებით კი ბატონო მოდი ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული როდესაც ადამიანი მამაკაცი ასეთ პოსტზე გამოხატავს რეაქციას გამოიჩენს რეაგირებას მოგეხსენებათ შემოვიდა კანონი ძალაში პედოფილიზმი პედოფილობა ისჯება 20 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე და პირველ რიგში მინდა ვთქვა ისიც რომ ძალიან ბევრი fake account-ი კეთდება იმისთვის რომ კაცები მოატყუონ გოგოებმა, კიდე საკითხავია ისინი გოგოები არიან თუ ისე მამაკაცები, თუმცა მოატყუონ მამაკაცები დასცლონ ფული და ასე ვთქვათ, ყავდეთ მათ გვერდით მოსიარულე ბანკები, ასე ვთქვათ. მოსიარულე საფულეები. დავუბრუნდები პირველ თემას და მეორე თემას შემდეგზე ვისაუბრებ. გაზარდეთ შვილები ისე, რომ ასე ვთქვათ, 13 წლის ასაკში შეყვარებული კი არა, წიგნის ქონა მოუნდეთ, რომ წაიკითხონ, ეზიარონ ცოდნას და ასე ვთქვათ, ცოტა ამაღლდნენ ცოდნით და საზოგადოებაში დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი. სხვა რა ვთქვა, არ ვიცი, უბრალოდ მიუმართავ ყველას, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ, ესეთ პოსტებისგან და მიუმართავ მამაკაცებსაც, რომ არ წამოეგონ ამ ანკესზე. შეიძლება ასეც ითქვას. არ წამოეგონ, იმიტომ რომ ეს არის წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაული. და თუ თქვენ ვაიდა ასეთ კომენტარს გამოეხმაურეთ, ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ თქვენ 20 წელი მოგისაჯონ, ან უარეს შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა. და მშობლებო, მინდა თქვენს მოგმართოთ, რომ არასრულწლოვანი ბავშვების Facebook ანგარიშები შეამოწმოთ ყოველდღე თუ არა და დაამყენოთ მშობლის კონტროლი, რომელიც Facebook-ს და Instagram-საც აქვს ეს ფუნქცია. ძალიან დიდი მადლობა და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ მეორე თემაზე უკვე შემდეგ ბლოგში ვისაუბრებ. რასაც ქვია ონლაინ თაღლითობა. დიდი მადლობა.